აი ეს პროექტი და შეიტანო მუშაობებს. ან რა პროექტის აზარია ისტორიულად ყველაზე გამორჩეულ უბანში, აბანოთ უბანში, მირზაშაფის ქუჩაზე, რომელიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარეობს, კულტურის სამინისტრომ შეითანხმა და დაამტკიცა ურბანული დანაშაულის ტოლპასი პროექტი, რომლის მიხედვითაც აქ უნდა აიგოს მრავალსართულიანი კომპლექსი, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილი არის ძველი თბილისის კონტექსტიდან და განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აქ არსებობდა თავის დროზე სრულიად სხვა პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ისტორიულად არსებული შენობების მსგავსი ნაგებობების აგება, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა მალულად ეს პროექტი და ეს პროექტი დღეს გადაგზავნილია დედაქალაქის მერიაში და მე მოვუწოდე დედაქალაქის ხელმძღვანელობას, რომ საჯარო გახადოს ეს ამ პროექტის განხილვა და რა ისე მალულად როგორც კულტურის სამინისტრო მოიქცა, თუმცა იმედი იმისა, რომ დედაქალაქის მერია და საკრებულო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, არის ძალიან მცირე, ვინაიდან ყველაფერთან ხვდებით, რომ ამ დონის მავნებელ გადაწყვეტილებას კულტურის სამინისტრო დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა, რო არა ბიძინა ივანიშვილის ხარდაჭერა და ინტერესი ამ პროექტში, რომელიც ბუკვალოდ 500 მეტრში ცხოვრობს აი ამ ადგილიდან, თუმცა თუ ეს პროექტი ძალაში დარჩება, ჩვენ ყველა საზოგადოებრივ და პროფესიულ ჯგუფებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აი ეს მართლაც შიზოფრენიული არქიტექტურული პროექტი ამ ადგილას ვერ განხორციელდეს.